თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 24 სექტემბერს დაიწყო დედაქალაქის ქუჩებსა და თეატრებში. მაყურებელი 10-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დასების დადგმებს იხილავს. საერთაშორისო პროგრამის გარდა 5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით ქართული სპექტაკლების ჩვენებებიც გაიმართება. თეატრალური ფესტივალის სიახლეებსა და პროგრამაზე თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ერთადერთი თეატრია, რომელიც ჩვენ წელს გავიმეორეთ ოღონდ სხვა სპექტაკლით, ეს არის შაუბიუნე. დანარჩენი ყველაფერი არის სრულიად განსხვავებული სხვა წლებიდან. რა თქმა უნდა, გეოგრაფიაც გაიზარდა. მნიშვნელოვანი არის საფესტივალო პროგრამაში საგანმანათლებლო კომპონენტი, ძალიან აქტიურად არის გათვალისწინებული, გულისხმობ ვორქშოპებს და სემინარებს, რომელიც ტარდება ფესტივალის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, ის სიახლე, რომელიც ასევე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, რაც გულისხმობს სპექტაკლების ღია სივრცეში ქალაქის ქუჩებში გატანას. ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი, ვიზიტორი ჩამოვა ჩვენს დედაქალაქში, შეძლებს რომ თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება ერთის მხრიდან, მეორეს რომ დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი საკმაოდ დიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახე.